მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართულ ტელევის ადგილობრივ მაყურებლებო. გადაცემათა პროექტი საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ისე წარდგა თქვენ წინაშე. უზენაეს საბჭოს წევრი უძღვები ამ პროექტს ვახმოვანებმაც და ჩვენთან დღეს სტუმრად არის საპატიო მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანი, ახალგაზრდა კაცი. მათელი ადამიანი ბატონი საბაბუაძე მოგესალმებით საბა. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა და იმედს გამოთქვათ რომ ნაყოფიერი იქნება ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა. ერთი-ორი სიტყვა ბრძანეთ და მე ისევ მევიტყვი. კი ბატონო, მადლობას გიხდით თქვენ მოწვევისთვის. პერსონალურად კი დასტურებთ ჩემს კეთილგანწყობას და პატივისცემას. ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვსაუბრობდით სწორედ იმ უნიკალურ პროცესზე, რომელსაც თქვენ სხვებთან ერთად ედექით სათავეში, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა, რაც იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ნათელი დღე და ძალიან მნიშვნელოვანი საბამი გამარჯვების დასაწყისი მე ვიტყოდი, თუმცა მიზეზთა გამო ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი და ის პროცესი, რომელიც დაიწყო 1921 წელს 18-21 წლებში და შემდეგ გაგრძელდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერით, ჯერ კიდევ პროცესია, ამ პროცესს ქვია დამოუკიდებელი ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა და ნამდვილად რთულ გზას გავდივართ ამ პროცესში და ყველამ უნდა გავიასწროთ, რომ საერთო ძალისხმევის გარეშე, თითოეული ადამიანის მონაწილეობის გარეშე ჩვენ აი ამ ისტორიულ მისიას ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის ვერ შევასრულებთ და ამიტომ უნდა გავაგრძელოთ საუბარი ამაზე ზუსტად ისტორიულ კონტექსტზე, რა იყო, რა პრობლემები იყო, რა პრობლემები არის დღეს და სად უნდა წავიდეთ და მადლობას გიხდით თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა ერთი-ორი სიტყვას მე თქვენ ძირითად სტრიხებში კითხვით, ეს არ მოუწურავი თემა, მაგრამ არგი არა ორი სიტყვით უგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთი სულიერი ფასეული ერთი ხედვა გაგვაჩნია, ძირითადად ერთი კრიტერიუმები, როდესაც ეს ემთხვევა ერთმანეთს იულია ურთიერთობას და ნაბიჯების გადადგმა და სტრატეგიაც გამოკვეთილია და მე შესაბამისად ტაქტიკა მე უნდა ჩამოყალიბდეს. ხეთი ორი სიტყვით იმას ვიტყვი, რომ ეს კიდევ გუშინ დღეს ხვალ ეს ჩვენთვის ახლა ფუნდამენტალური საკითხია. ეს პირობითად ეს პროექტი დავაფუძნეთ 10 წელს პირობითად ვამბობ. სათავეს იღებს მერაბ კოსტავროსი ციხიდან გამოვიდა, როდესაც აღზევდა ეროვნული მოძრაობა არნახულად და ეროვნული მოქალაქეობრივი სულიერი ფაქტორებმა თავი მოიყარა და საბჭოთა კავშირი იშლებოდა, დემონტაჟი ხდებოდა, ეგ ვარშავის პაქტი, სამხედრო ბლოკების ჩამოშლა, ეგ საბჭოთა კავშირი, რუსეთის არჩევნები, მთელი რიგი სამოქალაქო ომები, ინსპირაცია, რაღაც წარმოუდგენელი კოშმარები მოხდა, ხო, მაგრამ ამ პირობებშიც კი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 18 წლის 1926 მაისის საფუძველზე ამ რეფერენდუმის მეშვეობით მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა ურთულეს პირობებში და კიდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამას კონკრეტულად დაუბრუნდებით დღევანდელ გადაცემაში კიდე ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოზეთის დემონტაჟი ეს უნიშნელოვანესი ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად დავამთავრებთ თუ არა ჩვენ ამას პატარა შესავალს და იქ მოხდა დემონტაჟი, ამაზე ზუსტად გამსახურდიას და ელცენის ხელმოწერა არის, თუმცა და მოგახსენოთ, რომ დუმამ რატიფიკაცია არ მოახდინა ამისი, ანუ სანახევროდ არის ეს გაკეთებული, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობაში ეს ფასდაუდებელი ნაბიჯია უკვე და ამის გამოუყენებლობა არის დანაშაული. ვამბობ, ყველა ხელისუფლების თუ პოლიტიკოსების გასაგონად, ვინც ეს არის, ეს კეთილინებას გაეცნოს ამას და საკუთარ ინტერპრეტაციებს თავი დაანებოს მოწყობის თაობაზე ადმინისტრაციული. ეს ტრაგიკულად შეეხო, ამაზე ვიტყვით ნაწილობრივ. და შემდგომ უკვე ახლა კიდე ამ თემას გამოვაგრძელებთ და კიდე შემდგომ ასევე რეფერენდუმი ჩატარებული აფხაზეთში, სადაც
77% გალის რაიონის რეგიონის გამოკლებით, ამაზე შეგნებულად წავედით კომპრომისზე, თორე ისე უფრო დიდი იქნებოდა ციფრი, ამისა აფხაზეთის ყოფნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში და აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი მონაწილეობდა, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები და რა ვიცი ვინ არ იყო მრავალფეროვანი და ძირითადად მოხდა ისე რომ ვერც ერთმა იურიდიული არგუმენტები ვერ მოიშველია ამ აქტის გასაბათებლება და გასანეიტრალებლად. ეს უნიშნავია. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ყველა ადამიანთან ხო იქნება აი ამ სტანდარტების და ფასეულობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქვეყნეს ვერც მომავალს ხედავ და ვერც პოლიტიკოსების არსებობას და ვერც არჩევნების ჩატარებას და ასე შემდეგ. ეს ან ფიქტიური იქნება, ან ნიველირებული იქნება ეს ფასეულებები, რაც ჩადებულია ეროვნულ სხეულში. და რაც თავარია კიდე ის აღიარება მსოფლიო საზოგადოების, რაც მოხდა, აი ფარგლებში მოხდა, როგორც ასეთი და ეს ჩვენთვის უდიდესი კოზირია და ამიტომ აქაც ინტერპრეტაციები და რაღაცეები, ვაჭრობები და ფსევდოდიპლომატიები და რაღაც ჩანასახშირი უნდა იქნას დაძლეული. აი ძირითადად ეს მომენტები და ახლა მინდა კონკრეტულად რეალ პოლიტიკაზე იმაში გადმოვიდე, აი ამ გადმოსახედიდან, რაც შეეხება მე თქვენი აზრი მაინტერესებს, რა თქმა უნდა. ოკუპაცია ანექსიასთან დაკავშირებით. ხო ხედავთ ახლა უკვე რა იერსახემი იყო ამ ყველაფერმა, არც მალავენ, როგორც ასეთი. ჩრდილო ოსეთის და სამხრეთ ოსეთის ჯერ გაერთიანება, შემდგომ რუსულ ტერიტორიულ ერთეულში მისი ინტეგრაცია, ეკონომიური, გეოგრაფიული, ადმინისტრაციული, ყველანაირი, ხო, ისე რომ პრეზიდენტი რო თავის თავს და თავის სტატუსს რო აუქმებს სამხრეთ ოსეთის ყოფილი და ამას ძალიან ისე ხალგასმი ხდებიან ხო ხურვალეთ და შემდგომ ეს პრემიერი კიდე კაბინეტში იწყებს პუტინის თანაშემწედ მონაწილეობას ეს ახლა რასაც ნიშნავს გასაგებია ესენი ზადარიან ჩრდილოეთის და სამხრეთის გასაერთიან მაგათ გონიათ როგორც დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინის რო გაერთიან და გერმანია იგივე უნდა ჩვენ რეალობაში რო გავაკეთონ და შემდგომ უკვე ერთიანად შეიყვანონ ახლა ამის საპირწონე რა არის ისმის კითხვა ხო და ჩვენ რა კოზირები გვაქვს ერთ-ერთი უმთავრესი გითხარით ჩვენ რაცა ვთქვით, რა ჩამოთვალე, ხო? უკვე არ გავიმეორე, რა უზენაია საბჭოში მასე რა მონა. ანუ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა, თვითყოფადობა, ტერიტორიული ურთიერთობის იმ ფარგლებში შენარჩუნება, სადაც ჩვენ აღიარებული ვართ, ვამდებული არიან, რომ ამ ფაქტორს გაუწევონ. ანგარიში დაერთონ ამას და იყვნენ ამ იდეის მემკვიდრეები. მე თქვენი აზრი მაინტერესებს აი ამის თაობაზე, რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი, რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი, რამდენად რა შანსები გვაქვს დიპლომატიის, ომის, ურთიერთობის თუ რა ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ გადარჩეთ აი ამ ცუნამისგან, აი ამ წარღვნისაგან და აი სასიკვდილო ჭაობში, სადაც ჩვენ აღმოჩნდით. და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ მოგბრძანდით და გთხოვთ ამ თემებზე და შემდგომ მნიშვნელოვანი არის, რომ ისტორიულ კონტექსტში განვიხილოთ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს იდეა, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეა საფუძველს იღებს სწორედ 1918 წელს პირველი რესპუბლიკის დაბადებით და ეს იმდენად დიდი მოვლენა არის და იმ ეპოქაში განსაკუთრებით დიდი მოვლენა იყო, ვინაიდან ჩვენ შევქმნით მართლაც თანამედროვე იმ დროის შესაბამისი საუკეთესო სტანდარტების დემოკრატიულ საფუძველს ჩარჩო სახელმწიფოს დაფუძნების და ეს ჩარჩო იყო ჩვენი კონსტიტუცია, ეს ჩარჩო იყო ჩვენი პირველი უმაღლესი საბჭო და პირველი პარლამენტი, რომელიც იყო მაშინ თავისი შინაარსით და თავის ყველანაირი ნიშანთვისებით ყველაზე უფრო მოწინავე, განვითარებული და თანამედროვე წარმონაქმნი, ვინაიდან იქ თემ სოფლიოში, რასაკვირველია, იმ რეგიონში ამისი ანალოგი საერთოდ არ არსებობდა და სოფლიო დონეზე რომ ავიღოთ, იყო ქალთა წარმომადგენლობა, იყო ეთნიკურად სრული, ასე ვთქვათ, სურათი იყო ასახული და მრავალეთნიკური იყო ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ერთგვარი სარკისებური ანარეკლი. თუნდაც რელიგიური სარწმუნოებრივი იყო აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა,
რომელიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. და ამ ყველაფრის საპირწონედ თუ საპასუხოდ, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს საერთოდ სუვერენიტეტზე პრეტენზიის ქონის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოს რუსეთის ფარგლებში ჩამოყალიბდა და თითქოს რუსეთის წიაღში შეიშვა ქართული სახელმწიფო, ეს არის სიყალბე და ამ სიყალბის საუკეთესო ასე ვთქვათ, პასუხი არის სწორედ ჩვენი პირველი რესპუბლიკა. პირველი რესპუბლიკა, რომლის იდეასაც ყველანაირად დღეს ებრძვის რუსეთი, რომელსაც მაშინვე მომენტალურად გაილაშქრა რუსეთმა, როგორც კი მოახერხა ისევ ძალების მოკრება და მოსკოვის ხელშეკრულება თქვენ გახსოვთ და იცით რა იყო 1920 წელს საქართველოს და რუსეთს შორის გაფორმდა მოსკოვის ხელშეკრულება, სადაც ისინი აღიარებდნენ საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმ ფარგლებში, სადაც საქართველოს ამავდროულად იღებდა ვალდებულებას, რომ აქ უცხო სამხედრო ძალების, ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი და ფაქტობრივად გამოცხადებული არ ყოფილიყო. ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი იყო ეს და სულ რამდენიმე თვეში ამ ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვეში რუსეთმა მოახდინა საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაცია ანექსია იყო ომი და გაწყვეტა ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, რომ დაიწყო ეს 1921 წელს, რომ დაიწყო ეს პროცესი, ტალღებად მიდიოდა ეს 21 წელი, 24 წელი, 37 წელი ალბათ ყველაზე სისხლიანი იყო და ზიანის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე იყო, იმიტომ რომ ინტელექტუალური სასულიერო ელიტა გაანადგურეს მაშინ ფაქტიურად, თუმცა ამას სხვადასხვა გაგრძელება ჰქონდა შემდეგ 56 წელიც იყო სწორედ გაგრძელება ამ სპეცოპერაციის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს ჩვენ რომ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ძლიერ სახელმწიფოდ ყოფნა რამხელა დისკომფორტი არის ჩვენი ჩრდილოური მეზობლისთვის. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაგმატულად არ უნდა ვიყურებდეთ პოლიტიკას, არ უნდა ვიყენებდეთ ყველანაირ თანამედროვე დიპლომატიურ თუ სხვაგვარ რესურსს, მაგრამ ჩვენი მთავარი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნის მთავარი წინაპირობა არის ამ ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსის არსებობა. ამის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება რაიმე მომავალზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ერი უნდა შევთანხმდეთ ძალიან საბაზისო და სტრატეგიულ საკითხებზე. და ის რომ ეს ეროვნული კონსენსუსი არის მორყეული და ქართველები ვეღარ ვახერხებთ, რომ ყველაზე ძირითად და ელემენტარულ რაღაცებზე შევთანხმდეთ, ეს რასაკვირველია არ არის შემთხვევეთი და ჩვენი მტრების გეგმაზომიერი და ინტენსიური შედეგია. ნამდვილად. ეს ასე არის, იმიტომ რომ დღეს ფაქტიურად აღარ დარჩა საკითხი, რომლის ირგვლივაც საზოგადოება არის გაერთიანებული და პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების დანაწევრება მოხდეს, ჯგუფებად დაყოფა მოხდეს და შემდეგ ერთმანეთზე ასე ვთქვათ შესევა და დაპირისპირება. კი ბატონო. ეს არის დანაშაულის ტოლფასი პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დაპირისპირების მორევში ისევ ჩავიდეთ, იმიტომ რომ ის რაც მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ესეც რასაკვირველია არის ჩვენი არაკეთილის მოსურნეების და ჩვენი მტრების ხელით გაკეთებული საქმე, რომელსაც ჩვენ მაშინ გამოუცდელმა განვითარებადმა საზოგადოებამ ვერ შევხერხეთ ვერაფერი და ვერ შეუშალეთ ხელი. ნამდვილად ესე არის თავიდან ბოლომდე თავთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ გეოპოლიტიკის მიუხედავად და გლობალური პროცესების მიუხედავად არსებობს ის ყველაზე ძირითადი საკითხები, რომელთა ჩვენი მხრიდან მოგვარების გარეშეც ეს ქვეყანა ვერ წავა წინ. რას ამბობს ამერიკა, რას ამბობს რუსეთი, რას ამბობს და აკეთებს ევროკავშირი. ამ ყველაფრის მიუხედავად არის ერთი
უცვლელი ფაქტორი, რასაც ქვია ჩვენ როგორც ქვეყანა და საზოგადოება რას ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, როგორი არის გლობალური პროცესები. გლობალური პროცესები, რა თქმა უნდა, საქართველოსზე ახდენს დიდ გავლენას, რა თქმა უნდა, გლობალური პროცესებიდან ჩვენი გამოთიშვა არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ როგორც სახელმწიფო სად მივდივართ და რას ვაკეთებთ და ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხისგაცემის გარეშეც ჩვენ ვერ მოვახერხებთ და წინ ვერ წავალთ. და მუდმივად ხდება მითითება იმაზე, რომ აი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, აი როგორც დიდი ბიჭები გადაწყვეტენ, ისე იქნება ყველაფერი. ეს არის დამარცხებულის მენტალიტეტი, რომლის გაზიარების უფლებაც ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა გვინდა. აუცილებლად. მე მგონია რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული იმაზე, რა გვინდა, ჩვენ გვინდა იმ თანამეგობრობის ნაწილად ყოფნა, სადაც არის ყველაზე მეტი განვითარება, ყველაზე მეტი კეთილდღეობა, ყველაზე სწრაფი განვითარების შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, არც ერთ გაერთიანებაში გაწევრიანება არ უნდა იყოს თვითმიზნური და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება მართლაც არ იყოს ყველაზე კარგი გზა ეს და შეიძლება იყოს რაღაცა სხვა გზა, რომელიც საქართველოს უნდა აირჩიოს. ოპტიმალური ყველა. ამაზე უფრო ოპტიმალურ გზაზე ჩვენი ქვეყნის განვითარებისა არავის არ უსაუბრია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ყველაზე სწრაფი განვითარების და უსაფრთხოების მიღების ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა არის სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება. სხვა არჩევანებს ჩვენ არ საუბრობთ. ევროკავშირი არ არის იდეალური, ევროკავშირი ძალიან რთული წარმონაქმნი არის და თავის წილი სირთულეები მოყვება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის ცუდი, ევროპა დაბერდა, ევროპაში აღარ არის კეთილდღეობა, ევროპაში ტრადიციებს ებრძვიან, ევროპაში ამას ებრძვიან, იმას ებრძვიან და ვერ გვეუბნება ამის საპირწონედ რა უნდა იყოს ის გეზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნდა ედგეს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მიუხედავად აი ამ პოლიტიკისა, რასაც ქართული ოცნება ეწევა, მათ ვერ მოახერხეს ვერანაირი ხელშესახების შედეგის მოტანა და შექმნა. იმიტომ რომ იმ ახალ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებთან ურთიერთობას არ მოყვა არანაირი ხელშესახების შედეგი. ჩვენ ვერ მივიღეთ მაგალითად ის ინვესტიციები, რომელიც უნდა მივიღოთ და რომელსაც დასავლური სამყაროსგან მივიღებთ მაგალითად. 18 მილიარდი კონკრეტულად სომხეთთან. ჩვენ ამ დახმარების, ამ ინვესტიციების და ამ თანამშრომლობის შემავსებელი სხვა რაღაცა არ გვინახავს არსაიდან, არც ჩინეთიდან, არც არაბული ქვეყნებიდან, არც ერთი იმ სახელმწიფოდან, რომლის ჩამნაცვლებლათაც ქართული ოცნება, რომლის ჩამნაცვლებელსაც, ასე ვთქვათ, ქმნის საერთო ქვეყნებისგან. კი ბატონო, ახსოვეთ შარეს აქ იმას რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ახალი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ჩინეთი არის მზარდი მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სუპერძალა, რომელთანაც ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაღრმავება და ურთიერთობების გაძლიერება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი 30 წლიანი ურთიერთობების დაზიანების ხარჯზე. და როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ აი ჩვენ ჩინეთთან ჩვენმა ურთიერთობებმა რაღაც ახალ მწვერვალებს მიაღწია და ახალ გაღრმავდა სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მე სავსებით მივესალმები, ჩვენ უნდა შევხედოთ რა არის შედეგი ამ ურთიერთობის. და შედეგი სამწუხაროდ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ფაქტიურად არ არის, იმიტომ რომ საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი ისევ არ უჭერს მხარს მაგალითად დაბლობის რეზოლუციას გაეროში, რაც არის საგარეო პოლიტიკური კუთხით უდიდესი ჩავარდნა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ჩინეთთან, როდესაც შენ ვერ ახერხებ, რომ შენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი დაარწმუნო იმაში, რომ ყველაზე საკვანძო საკითხი შენთვის, რაც არის ტერიტორიული მთლიანობა და მასთან დაკავშირებული საკითხები,
შენი მხარე დაიჭიროს, რასაკვირველია, ძალიან ძნელია რაიმე სხვა განზომილებაზე საუბარი, მაგრამ სხვა განზომილებითაც ჩვენ რომ შევხედოთ როგორი არის სავაჭრო ბალანსი ჩინეთთან, ნახავთ რომ თითქმის 2 მილიარდის საქონელი შემოდის ჩინეთიდან და აქედან ამის თითქმის 10% გადის. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი არის გაზრდილი ჩინეთში, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ იმ მასშტაბის ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებს, რომელიც ამ ქვეყანაში გვათქმევინებდა იმას, რომ ჩვენ ყავს ახალი სტრატეგიული პარტნიორი და ეს არის შედეგი ჩვენი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის, როგორც თვითონ ამას უწოდებენ. რეალურად ჩვენ ვართ უფრო იზოლირებული, უფრო მოწყვეტილი საერთაშორისო საზოგადოებას, ვიდრე ოდესმე. და ყოველ შემთხვევაში 20 წლიან პერიოდში. და ამას აქვს თავის მიზეზები და ამის მიზეზი ისევ და ისევ მოდის შიდა პოლიტიკურ მოცემულობამდე, იმიტომ რომ როდესაც შიგნით არის პოლიტიკური კრიზისი, როდესაც შიგნით არის დაძაბულობა, როდესაც პოლიტიკური გზებით ვერ ხერხდება მოწესრიგება ურთიერთობების, რა თქმა უნდა, ეს აისახება საერთაშორისო ვითარებაზეც და საქართველოს როლზე საერთაშორისო საზოგადოებაში, იმიტომ რომ აქ არსებული პოლიტიკური კრიზისი უკლებლივ ყველა სფეროზე ჩვენი ცხოვრების ახდენს ძალიან მძიმე გავლენას. და ეს არის ის რეალობა, რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და მისმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომელსაც ქვია საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება. საზოგადოების ბანაკებად დაყოფა და დაპირისპირება არის დღეს ის უდიდესი დანაშაული, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის ქართული ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ახლა ეროვნული თანხმობა, როგორც არასდროს გვჭირდება საერთო სტრატეგიაზე და მომავლის საერთო ხედვაზე შეჯერება. იმიტომ რომ ძიმე პროცესები არის მსოფლიოში, მათ შორის ირგვლივაც არის რთული პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანას უქადნის უბრალოდ მიღმა დარჩენას. როცა ხედავთ რამხელა არის ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიაში, როცა ხედავთ აზერბაიჯანთან და სომხეთთან რამხელა ინტერესი გაჩნდა, როცა ამერიკას აქამდე საერთოდ არ ჰქონდა მაგალითად სომხეთთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა და ურთიერთობა და ეხლა 6 მილიარდიანი ინვესტიცია არის დაგეგმილი, რომ განხორციელდეს სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა სვავს კითხვას და უпростоრად ამძაფრებს კითხვას, სად ვართ ჩვენ ამ პროცესში და მე რა თქმა უნდა მიხარია ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების წინსვლა, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან მათი გაუმჯობესებული ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ჩვენ აღარ ვართ ამ საერთაშორისო პროცესის და გნებავთ რეგიონული პროცესის ნაწილი, ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი საფრთხე, იმიტომ რომ ისმის კითხვა სად არის საქართველოს, რა გეოპოლიტიკური ფუნქცია დაიკისროს ჩვენ ქვეყანას მომდევნო 5, 10 და 20 წელიწადში. გრძელვადიანად რა არის ეს სტრატეგია უნდა შეასრულოს ჩვენმა ქვეყანამ რეგიონში, უფრო ფართო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე. და ამ კითხვებზე არ არსებობს პასუხები. ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ გვეუბნება იმას, რომ ცუდია დასავლეთი, ცუდია ევროპა იშლება, ევროპა არის გარყვნილი, ევროპა გვებძვის ჩვენ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ. და ლუქსემბურგს და იმას მე მაშინ რგოლად გვთავაზობ. ამიტომ ძალიან საინტერესო არის პასუხი ამ კითხვაზე. რას უპირებს ქართული ოცნება ჩვენ ქვეყანას საით მივყავართ და საითაც მიდის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცხადი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან მოწყვეტით, პარტნიორებთან გავარესებული ურთიერთობით, შიგნით არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი.
ევრაზიული წარმონაქმნი. ხო და ყველა ვინც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მოსული. ნამდვილად. აქ არჩევანი არც არის, თქვენ სწორად აღნიშნეთ. საქართველოს აქ ევროკავშირთან და დასავლეთთან ყარი, ასე ვთქვათ, ფასეულობითი და მსოფლმხედველობითი და ისტორიული, ასე ვთქვათ, წიაღსვლები და არის მეორე ბანაკი ევრაზიული. აქ სხვა ნეიტრალიტეტი აქტიური იქნება მიმოხრობლობის თეორია სამხედრო საქმეში თუ სხვა ასპექტი არ არსებობს. ეს ძალიან გასაგებად უთხრა პუტინმა პაშინიანს, რომ მოსკოვში იყო. თქვენც არჩევანი არ აქვს და მართალი იყო ამ თვალსაზრისით, მართლა არ არის სხვა არჩევანი. თან რა პირობებში უთხრა, თავის სათამაშო მოედანი იმანაც მიიღო და პასუხი და კონტრშეტევებაც არ დააყონა. რა თქმა უნდა, ხა სომხური ლობის და დასავლური მეკავშირეების ზურგმომაგრებულმა, ასე რომ პასუხი გასარო ჩვენი ადგილი იქ არის და პუტინმა ამაზე უთხრა, რომ ჩვენ ეს ორი სამყარო ერთ დროს გადაიკვეთება, მაგრამ დღეს გადაკვეთა გამორიცხულია, თვითონ თქვა, ძალიან გულახდილად სხვათა შორის და ამიტომ აერჩიეთ და ამ კაცმა აერჩია. იმის გათვალისწინებაა გიუმრის ბაზა, რუსული ბაზა, რამდენი ხანია იქ არის. იქ იმყოფება სადღაც 150 კილომეტრის არ არის ერევნიდან დაცილებული, მაგრამ როდესაც შენი თავის აქ წამს და როდესაც სამასტრიანი მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, სომხეთი აქამდე რა იყო, ეს იყო რუსეთის იმპერიის ჟანდარმი კავკასიაში. ეგ იყო. ჩრდილოეთს რუსები ყავდა, სამხრეთში ეს ყავდათ, ხო? ფაქტიურად ეს ალიანსი იყო. საბედნიერო, ანუ თავის დროზე ანუ დიდი პრობლემები შეგვექნა ჩვენს და საერთოდ კავკასიურ ერთიანობას, მაგრამ საბედნიეროდ ყარაბაღის ომმა საერთოდ შემოატრიალა ეს ფაქტორი და კვანძის კავკასიაში დღეს მიდის პროცესი დიდი რეგიონული თანამშრომლობის და საქართველოს სამწუხაროდ არის ამის მიღმაც. კი ბატონო, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ აი ამ მნიშვნელოვანი რეგიონული პროცესის ნაწილიც ვიყოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ აქაც არ არსებობს ხედვა და ხედვა რომ არსებობდეს, შენ რაღაც პოზიცია უნდა გქონდეს, ხო? ამ რეგიონულ პროცესში შენ სუსტის პოზიციაში არ უნდა იყოს. წინასწარმეტყველებული პოზიციიდან არ უნდა იყო და როგორც პირველ მსოფლიო ომის დროს, აბა გერმანიის ისე აღმოჩნდა ჩვენ პარტნიორები, რომლის გამო დავისაჯეთ ჩვენ ვართ ამ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, რომელიც დაკავშირებადობის თვალსაზრისით აქვს უნიკალური პოზიცია და რა ხდება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვეა მოახერხეს შეთანხმება და მოახერხეს რაღაც მშვიდობიან თანაარსებობაზე შეთანხმება, სომხეთ-აზერბაიჯანმა მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით უშუალოდ შექმნილიყო და დაიწყოთ მუშაობა ამ ეგრეთ წოდებულ ტრიპის დერეფანზე, იგივე ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი როლი არის, მაგრამ ამავდროულად არის ერთგვარი ალტერნატივა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისა. და ხომ ისმის კითხვა, ჩვენ რა გავაკეთეთ სატრანზიტო კუთხით ბოლო 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის წლების განმავლობაში. როგორ გავაკეთეთ? იზოლაციას მიაღწიეს. რკინიგზ არის დაჩაჩანაკებული და თვითონვე აღიარეს, რომ ჯართად ხდებოდა დაჭრა და ჩაბარება სარკინიგზო მაგისტრალების და თვითონვე დააკავეს იქ კრიმინალები, მათი ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ძარცვავდნენ რკინიგზას, ყოფილი პრემიერის ჩადებული ფულის მიუხედავად ჩვენ ვერ ვნახეთ რკინიგზის ვერანაირი თვისობრივი განვითარება. საგზაო თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ, რომ 14 წელია ვერ მოახერხეს აი ამ ცენტრალური მაგისტრალური ავტობანის დასრულება და დღესაც არის მონაკვეთები, რომელიც არის დაუსრულებელი და აუთვისებელი მილიარდობით დახარჯული ლარის და 14 წლის მიუხედავად ავტობანის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული და კაცმა არ იცის კიდევ როდის დასრულდება და მისი საკვანძო მონაკვეთები არის
ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იგივე სამტრედი აგრიგოლი ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთი და კიდევ იმის გაგრძელება და ვართ ასეთ მდგომარეობაში, სადაც დაკავშირებადობის თვალსაზრისით ჩვენ არანაირი დიდი ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგავს. ანაკლის სპორტიც კი, რომელიც 2020 წელს უნდა აშენებულიყო და გაშვებულიყო და დაეწყო მუშაობა და მოეტანა ამას უნდა სამუშაოები და მოეტანა ეკონომიკური ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ნახეთ, რომ ზუსტად დღეს გამოაცხადეს, რომ მიუხედავად აი მრავალწლიანი უკვე მოლაპარაკებებისა, რომ ვის უნდა აეშენებინა ანაკლის სპორტი და მიუხედავად იმისა, რომ წინა ინვესტორებს საერთოდ წართვეს ეს პროექტი და აღარ ხორციელდება, დღეს გამოგვიცხადეს, რომ თურმე სახელმწიფო ააშენებს ანაკლის სპორტს აი ამდენწლიანი წინ და უკან სიარულის მიუხედავად და სახელმწიფომ რაუნდ როგორ უნდა ააშენოს ანაკლის სპორტი, როცა ქართულმა ოცნებამ ელემენტარულად ვარკეთილის მეტროს პროექტი ვერ ააშენა 6 წლის თავზე 6 წლიანი მუშაობის და დაპირების მიუხედავად ვარკეთილის მეტროს საკრებულოში შევიყავით და კარგად გვახსოვს თქვენი პოლემიკები ამ თაობაზე და უამრავ ასეთ საყოფაცხოვრებო საკითხზე და როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ქართულ ოცნებას აქვს ამის რესურსი, რომ ეს გააკეთოს. ჩემი აღქმით ეს არის საკითხის გადავადების კიდევ ერთი ცდელობა, იმიტომ რომ ახლა ანაკლის სპორტთან დაკავშირებით ხედავენ, რომ ჩინელების შემოყვანა მხოლოდ არ იმუშავებს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს აღქმული იქნება ძალიან ღალატად. ისინი ეხლა ხედავენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება და ნორმალიზება არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყველაფრის მიუხედავად და ხედავენ, რომ ამ გზაზე ანაკლის სპორტის ახლა ჩინელებისთვის ან რუსებისთვის ან ნებისმიერი სხვა ჯგუფისთვის მიცემა იქნება აღქმული ერთგვარ ძალიან სერიოზულ სიგნალად ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით, რომელიც ძალიან მწვავედ რეაგირებს სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ რომ მთელი ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკა მნიშვნელოვან წილად ეფუძნება ზუსტად იმას, რომ ამერიკის სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები სად არის. მათ შეიძლება დემოკრატია ისე ძალიან არ აღელვებდეთ სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც სავაჭრო ეკონომიკური შესაძლებლობები და ურთიერთობები და როცა ამერიკა მთლიანად განიდევნა აქედან და აქ მიზან დასახულა ამ პორტში არც კი განიხილებოდა მისი მონაწილეობა, აქ ჩინელების შემოყვანა ასე ღიად, რა თქმა უნდა, აღქმული იქნებოდა ძალიან რთულად. კი ბატონო, საბა მე და გლობალურად თავიდან ბოლომდე თავხდებით ერთი სოფხედელური და გეოპოლიტიკური სტრატეგიული ხედვა, ისევე თემას მინდა დაუბრუნდე რა, იმიტომ რომ ახლა კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ანუ ეს თემატიკა როგორც ასეთი დაჩქარებულია რა, როგორც ასეთი ჩვენ თუ ლაპარაკობთ თავიდან ბოლომდე თავხდებით ასევე იმაზე რომ ეროვნული თანხმობა დომინანტია, როგორც მერაბ კოსტავა თავის დროზე თქვა, ჩვენ შეიძლება დამოუკიდებლობას მივახციოთ და მივახცეთ კიდე, მაგრამ თავისუფლება თუ დავკარგეთ, იმასაც დავკარგოთ. ანუ დე ფაქტო და დე იურე შემდგომ უკან შემოგვიტრიალდება, როგორც ასეთი ამ ფაქტის წინაშე დგევართ საუბედუროდ ეს დომინოს თემა კიდე რომელზეც ვილაპარაკეთ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამის გაკეთებას ოკუპაციას, ანექსიას უკვე განახორციელებენ როგორც ასეთი და რაზე უნდა შეთანხმდეს ეს საზოგადოება რომელი ნაწილი რომელი ჯანმრთელი რა ერთიანი სტრატეგიით და ტაქტიკით უნდა გამოვიდეთ თუნდაც ამ საკითხში და რა არის ამის მონათესავე თემები მე ჩემი გადაცემა ყოველთვის ამ თემით მიყავს რა სტრატეგიული თემების კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს და ეს სოფხედელური თემები უნდა იყოს ორიენტირი და კომპასი ყველა ადამიანისთვის პოლიტიკოსისთვის თუ არაპოლიტიკოსთვის საერთოდ საზოგადოებრივი თემების დაზიანება და ამ თანხმობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა არის ის, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება. და გავიგეთ ახლა რომ ოცნება არ არსებობს, ერთი კაცი არსებობს, გასაგებია, ერთი შეზღუდული ადამიანი,
როგორც ასეთი, რომელიც ბიზნესის მიღმა, ასე ვთქვათ, ერთ ფიზიკურად, ერთ მეტაფიზიკურად ვერაფერს ვერ ხედავს, ხო? გასაგებია. ჩვენ საზოგადოებას ერთი რაღაც უნდა აუხსნათ, ვისაც სჭირდება ამაზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, რომ ის იმ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებდა, სამწუხაროდ შედეგი არ გამოუღია, იმიტომ რომ აქაც გვაქვს მარცხი, როცა ამბობენ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, როცა რაღაც ტიპის ურთიერთობები. არა, ამათან გასაგებია ყველა. ის რას ვიღებთ, თუნდაც აი 9 მაისის შეთანხმებისგან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რა თქმა უნდა. ეს არის ამაზე რეაქციაც არა. ეს არის სამაჩაბლოს პირდაპირ უკვე სრულად თანთქმის და სრულად აცედების და საკუთარ შემადგენლობაში შეჭრების კუთხით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვითარებაში რუსეთს არანაირი წინაპირობა არ ჭირდება, რომ ესეთი რაღაც გააკეთოს. ეს ამ მტაცებლური ინსტინქტის შეკავება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის, თუ ჩვენი ქვეყანა იქნება ორფეხზე, იქნება ძლიერად, იქნება განვითარებული, იქნება სასურველი, იქნება ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობაში და ძვირფას დაუჯენს ჩვენს მტრებს დამატებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა. კარგი, აქ რა უნდა ვქნათ, საგა მაგას გეკითხებით და კიდევ ვიმეორებ, ამ ხელისუფლება არ არსებობს ეს ოცნება, გასაგებია. ერთი კაცის რაღაც ჰიპერბოლური რაღაც წარმოსახვები და ესენი. რაც შეეხება იმას, რა უნდა ვქნათ აქ? აი კონკრეტულად, აი დასასრულს მინდა ამაზე აუცილებლად ყურადღება გავამახვილო. ჩვენ ბოლო წლებში ძალიან რთული გზა გამოვიარეთ და დავუშვით ბოლო შეცდომები. ქართული ოცნების პირობებში ის რაცაც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი არის შეუძლებელი რომ ხდეს. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ქართული ოცნებისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება. აუცილებლად. და ქართული როგორც უცხო სხეულისგან გათავისუფლების ქართული ხალხის გადატანა და დაბრუნება. ქართული ოცნების პირობებში ვერც ეროვნული თანხმობა ვერ მოხდება, ვერც განვითარება და კეთილდღეობა ვერ მოხდება. ნახეთ ჩვენ რომ 14 წლიანი მმართველობის თავზე ყველანაირი რესურსი, მათი ინტელექტუალური, მორალური და სხვა ტიპის რესურსი ყველანაირად არის ამოწურული. ეს არის ყველანაირად გაბანკროტებული ძალა, რომლის ცვლილებასაც სჭირდება ერთადერთი მთავარი რაღაც. მთავარი დღეს რაც აბკოლებს ქართული ოცნების ცვლილებას, ეს არის ალტერნატივის არარსება. ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ისეთი ძალა, რომელსაც ხალხი ქართული ოცნების საპირწონედ აიქოს, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ხელში ამღებს და შემდეგ ამ ქვეყნის რაღაც განვითარების გზაზე დამბრუნებას. ის რომ ეს ალტერნატივა ვერ ჩამოყალიბდა ამ წლების განმავლობაში, ეს არის ჩვენი ბევრი შეცდომის შედეგი და შედეგი იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გქონდა. და რა უნდა გავაკეთოთ ამ გზაზე? არის მთავარი შეკითხვა. რა უნდა გავაკეთოთ და უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, რაციონალური, პრაგმატული, კვალიფიციური, პატიოსანი და კარგი ხედვის მქონე ალტერნატივა აი ამ ჭაობისა, რომელშიც ჩვენ მოგვაქცია. რომელსაც შეგვიძლია ჭაობი ქვია. და ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე არაფერი არ შეიცვლება და ალტერნატივა ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკაში ახალი ძალების გაძლიერების გარეშე. ამიტომაც მე რაც შემიძლია როგორც ერთმა პოლიტიკოსმა გითხრათ, არის ის, რომ მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობ იმაზე, რომ სწორედ ასეთი ახალი შეთავაზება გაუკეთოთ ხალხს, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა, კონკრეტული ხედვით ახალგაზრდებისგან შემდგარი, რომელიც საზოგადოებას გაუწვდის აი ამ თანამშრომლობის ხელს და საზოგადოების მხარდამხარ იბრძოლებს იმაზე, რომ ჩვენ ჩავანაცვლოთ მშვიდად ყველანაირი აღელვების გარეშე და ძალიან დაფიქრებულად და ცივ გონებაზე ჩავანაცვლოთ ქართული ოცნება.
და როდესაც შეიქმნება ასეთი ალტერნატივა, მე ეს ნდობის კრიზისიც იქნება დაძლეული, იმიტომ რომ ნდობის კრიზისი დღეს არის აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიაში. მე რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას, რომ ყველა არსებული პარტია უნდა გადაშენდეს, მაგრამ ეს არსებული პარტიები არ არის საკმარისი ქართული ოცნების და ხელისუფლების ცვლილებისთვის. არ არის საკმარისი და ამ ყველაფერს აკლია სწორედ ახალი პოლიტიკური თაობისგან შემდგარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება იმის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ შეავსოს ის დიდი დანაკლისი, რომელიც ჩამოყალიბდა. მე სწორედ ამაზე ვმუშაობ ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ აი ეს დანაკლისი შევავსოთ და ამავდროულად სხვა პარტიებსაც მოუწოდებ იმას, რომ ყველა საკუთარ საუკეთესო ფორმაში მოვიდეს. ასე ყოფნა, როგორც დღეს ქართული ოპოზიციური პარტიები არიან, ეს არის დაუშვებელი. საკუთარ ფორმას ვერ შეინარჩუნებს საბათო კონკრეტული საშიშროება და ეს უბედურება, რაც სანა პეტრე მოვიდა პავლეს ხავიდაძე, ესე არ დაგვემართოს ელენე. ჩვენ არა გვაქვს ფუფუნების და აუზების და რაღაცა მომლოდინე მდგომარეობაში ვერ ვიქნებ. ერთ დასავლეთიდან და ვერც კიდე არსებული იმიდან და მე იმიტომ შემოვაგდე ეს თემა. ანექსია ოკუპაციაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს რა. როცა ძალები რო ერთიანდებიან გლების წინაშე და ახლობით ეს მდგომარეობაში ვართ. თუ არ გაერთიანდა ეს და კოალიციური მთავრობის პრინციპები პოლიტიკური სოფხედოების საფუძველზე თუ არ ჩამოყალიბდა და უმთავრესი პრიორიტეტები თუ არ იქნა გამოყენებული და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უპირველესი არის ეს და უზენაეს საბჭოს გადაწყვეტილებას მათ შორის იმის შემთხვევით არ ვახსენე მე აქედან უნდა იყოს გამაერთიანებელი იმ თემისა განსაკუთრებით აი სამაჩაბლო ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმიტომ რომ ამ ოკუპაციას საიდან ელაპარაკები შენ რატო არის შენი რეგიონი რის საფუძველზე ვინ დაადგინა ვინ გააღიარა როგორც ასეთი ელემენტარულად ისმის კითხვა კაცო რუსები ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო ესა როგორცაც და იმის საფუძველზე მოხდა ეს დაპირისპირებები და უბედურებები და ჩვენ პირდაპირ უზენაეს საბჭოს გადაწყვეტილებებში კიდე არის სამხრივი კომისია მინდა თქვენც იცოდეთ არ ვიცი იცით თუ არა სამხრივი საბჭო დაკავშირეს რუსეთის და საქართველოს პარლამენტის ჩვენ პირველ პარლამენტში დაადგინეს სამივეს ხელმოწერეთ უნიკალური დოკუმენტია რომელთანაც ცხინვალში აფხაზეთში არა ცხინვალში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მიმდინარე დაპირისპირება არის არა ეთნიკური ხარზე არამედ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე თვითონ ეგენი აწერენ ხელსკაცო ეს ახლა დიპლომატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთით უნდა დავარწმუნოთ იმაში ჩვენ სამართლებრივი მხარი ისტორიული სამართლებრივი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კომპლექსზე მიღებული ასე თქვა გონდეს გადაწყვეტილი ამის დაცვას კბილებით ვაპირებდა ამისთვის ეს ძალები ახალი თუ ძველი არიან შეხმატკილებული ერთიან თანხმობაზე და ეს არის გადაუდებელი ამოცანა ასევე კიდე მინდა აღნიშნო უმნიშვნელოვანესია ჩვენ მეორე ვაკუუმები და შესვენება ის რომ დაიწყო 2008 წელში ცხინვალის იმაში ხო გახსოვთ ხო სააკაშვილის ემიზროს და მაგას ის წინაპარი რა უძღოდა ორი არჩევნები რო ჩატარდა თუ გახსოვთ იქ აღმოსავლეთ ცხინვალში თუ დასავლეთ იქ სანაკოევის ხელისუფლება იყო აქ ანალოგიური გაკეთდა თუ გახსოვთ აფხაზეთში ზემო ლათის ხეობა ზემო აფხაზეთი რო და ეს არის რაღაცა კატასტროფული შეცდომა რა კატასტროფული რომელსაც ჭირდება სამართლებრივი ასე თქვა გასწორებები ვინ უნდა გააკეთოს ეს უნდა პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამაზე უნდა შეტანილ რომ თვითონ ამასაც დავუმატებ რა ის ჯარები რო დგას აქ 100 კილომეტრში თუ რამდენი არის ზუსტად ის დგას იმხებული გადაწყვეტილების საფუძველი საკუთარ საქართველოს პარლამენტმა რო დაადგინა სანაკოევის ასე თქვა თავრობის რეჟიმში და ადმინისტრაციის ბატონო ხო საბერნაკაციო ხაზი და ეს რო არის აი თვითონ იმ ხელისუფლების ასე თქვა დამსახურება თვალსაჩინო ეს ყველაფერი ამის გათვალისწინება მოგვიწევს ჩვენ რატო ზოგიერთ ტექნოლოგია ხაერდოვანია თუ როგორ არის ჭეშმარიტად თუ ეს არ არის ფუფუნება თვალი გაუსწორო და ეს ოპერა და მუსიკა არ არის მოცარტის მუსიკა და ასე შემდეგ ეს არის რეალობა ამიტომ თუ თან
შევთანხმდებით ამ თემაზე, უნდა შევთანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პარტიის დაბადებები კეთილშობილი ადამიანის გლობალიზაცია ამას ვერ უშველის ეს შემთხვევაში თუ ჩვენ აი კომპლექსურად შევთანხმდებით აი ამ საკითხზე და შესაბამისად კოალიციურ მთავრობაში ჩვენ განწერილი ვართ კოალიციური მთავრობისთვის, ხო? ამ ოპოზიციის შესვენები იმაში მდგომარეობდა, რომ კოალიციური მთავრობისთვის ფაქტიურად ჩაკლეს რა. ყოველ შემთხვევაში დროებით, მაგრამ მაინც სულისკვეთება არ არსებობდა იმის, რომ რამეზე შეთანხმება მოხდარიყო რა და ჩვენ ეს შეთანხმების უნარს უნდა ვასხივებდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს უცხრული ამოვავსოთ, რომელიც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის არის, პოლიტიკურ პარტიებსა და იმიტომ რომ მოსახლეობა ბევრჯერ დაამტკიცა, კაცო 100,000 გამოვიდა, 200,000, 60,000, 50,000, ახლა მეტი რა ნობელობა აქტი მოქალაქეობრივი აღგზნების და მომწიფების გამოხატა დანარჩენი პოლიტიკოსებმა უნდა გააფორმოს ეს ურთიერთკავშირი და ამ თვალსაზრისით მივესალმებით თქვენ ამ წამოწყებას და თუ ამ ფუნდამენტალურ საკითხებზე და კიდევ სხვა მეცნიერულ მიღწევებზე იქნება კომპლექსური შეთანხმება თაობათა შორის კავშირი და ეს აღდგება და rezultati შესაბამისი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც ესეთი მომენტები ხო, რაც არ უნდა ენთუზიაზმით იყოს, კეთილშობილივით არაფერი არ გამოვა. მე ვისურვებ, თქვენც გისურვებთ და ყველა ამ ადამიანს, ვინც ამ შეხედულები ფასეულობების და ამ პრობლემების წინაშე ანგარიშვალდებულია და თვალს უსწორებ ამ სინამდვილეს, გადადგან ერთმანეთთან მიმართებაში და გააფორმონ ეს ყველაფერი და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გამოხორციელებელი აქ არაფერი არ არის. მე მგონი ბრძანებთ თქვენც და თუ ამ თემაზე ვთანხმდებით, ისე. არა, მე გეთანხმები აბსოლუტურად და აუცილებელი არის, რომ როცა წინ მივდივართ, არ დავივიწყოთ ის, რაც იყო და ის მნიშვნელოვანი მოვლენები, პროცესები არ გამოვიყენოთ, არ დაგვრჩეს გამოუყენებელი აი ამ წინ მიმავალ გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ თემებზე უფრო მეტი საუბარი, მნიშვნელოვანი არის მსჯელობა, სწორედ იმისათვის, რომ ეს თანხმობა შედგეს და ჩვენ მოვახერხოთ და ეს სტუდია რო იცოდეთ გავაღრმავოთ. აი სტუდია, ჩემი გადაცემა, ეს ჩვენი პროექტი ყოველთვის ღია არის ამ თემებზე, აბსოლუტურად ყოველთვის. ეს არის ამაზე სერიოზული თემა არ ვიცი რა შეიძლება იყოს, იმიტომ მოხდა ჩვენ ესეთი ადვილი ესეთი გაგება და ეს თემატიკა კიდევ ანექსის რომელიც ძალიან დააჩქარებენ ახლა რუსები ამას დარწმუნებული ვარ ძალიან, ამიტომ ზეპარტიული რაღაც ურთიერთობები ამ თემაზე, ამ თემატიკაზე თუნდაც განსხვავებული საფრთხეებისა და თუნდაც განსხვავებული წარსული ვისაც ხონდა ეს რა ჩამოტკივნეულია ეს პროცესი ვაღიარებ, მაგრამ გადაუდებულად ეს აუცილებელია. ჩატარდეს ეს არა, გვალი მაგეთის ის ჩატარდეს და ერი დააწმუნოს იმაში, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადალახვა არავის არ ეპატიება და დიდი ფუფუნებაა, როდესაც აქ რაღაც ესეთ პაუზას დაიჭერს პოლიტიკოსი იქნება, ორგანიზაცია თუ ვინც იქნება, საერთოდ ეს არის გაუგებარი რაღაც. ამიტომ მივესალმები ამ წამოწყებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კომბინაციაში შემოვა, ვინც ამ წითელ ხაზს ასე ვთქვათ განსაზღვრა, ეს პატრიოტ სუვერენიზაციის დაცვის ასე ვთქვათ წითელი ხაზია. სხვა მე არაფერს არ ლაპარაკობ. მე მგონი ამ თემაზე თანხდებით რა. მე წარმატება მინდა გესურვოთ ამ საკითხში და ყველანაირად იმედიანად უყურებთ თქვენ აი ამ ახალ წამოწყებას, ახალი ძალები აუცილებელია. იმიტომ იესო ქრისტესი არ ყავს დინარაში ორჯერ ვეშელო რა, ანუ ქვევში ახალი ღვინო უნდა ჩაისხასო, როგორც ასეთი და ამ პოლიტიკაში ეს პრინციპიც მუშაობს ალბათ და მინდა რომ წარმატება აქ თავარი რაც არის ამ ქვეყანაში ხშირად ვიმეორებ, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამკვიდრდება ლეგიტიმურად რა თქმა უნდა, თორე ძალადობრივად შეიძლება რაღაც პერიოდი დამკვიდრდეს. თუ არ იქნა სამი ფაქტორი რა, ეს უნივერსალურ ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობილი მომენტი, მეორე მარადიულ ტრადიციულ ღირსებაზე, მარადიულზე და არა წარმავალზე და მოჩვენებებზე და თავსმოხვეულზე და მესამე ის გარე პროცესის აქტები, რასაც საერთაშორისო ნორმები, რასაც ჩვენ შევუერთდით, როგორც რასაც ქვია,
აი მას ეს სამი მხარე თუ არ არის ჰარმონიზირებული და მინდა იმით დავამთავრო ეს ჩვენი გამოსვლა აქ უზენაეს საჭოს უთვალსაჩინოესი წარმოადგენელია მამა არჩილ მინდიაშვილი რომელსაც დიდი ხნის სტედნით ცნობდი სანამ პარლამენტში მოხდებოდა სულ ახალგაზრდობაში იქიდან ამაკურთი რომელსაც თქვა ესეთი ძალიან ტკივნეული და ძალიან ესეთი დიდი ჭეშმარიტება რომ საქართველოს განიევება მიწაწილეს არალეგიტიმურად განიევება ტერიტორიების მიყიდვა არაბიზაციაზე და სხვა ამდაგვარ ასე ვთქვათ წარმომადგენლებზე არა მარტო იურიდიული დანაშაული, არამედ დანაშაულია ღვთისა და ღვთისმშობლის წინაშე. რამე თუ წილხვედრი არის, მისი მისტიური მორალის წინაშე ვალდებულება უნდა გაიზიაროს ქვეყანა და განსაკუთრებით ეკლესიურმა მოღვაწეებმა. ამიტომ ერი და ბერი აქ უნდა გაერთიანდეს, ერთი ცივილური პოზიცია უნდა დაიკავოს, რომლის მიხედვითაც უკვე მე ჩვენ ამ წითელ ხაზს გავავლეთ და ერთმანეთთან მისასვლელსაც დავიტოვეთ. მადლობა მოგზაურობაზე, ბრძანეთ რაღაც და დავამთავრეთ. არა, მე ამოვწორე სათქმელი, ამიტომ მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის და მზად ვარ ყოველთვის ამ დიალოგში მონაწილეობისათვის. კარგად ზამდებოდა ძვირფასო მაყურებლებო, ბატონი საბაბუაძე იყო ახალგაზრდა კაცი, ნიჭიერი ადამიანი, ჩვენთან სტუმრად და ჩვენ განვაგრძოთ რა თქმა უნდა ამ თემებზე საუბარს, კომბინაციას, პოლემიკას, ჯელობას, ისე რომ თანხმობა იყოს უმთავრესი და ეს თანხმობა კიდევ მართლა გამაერთიანებელი იყოს და გამთლიანებელი. ერთად ყოფნა ყოველთვის არნიშნავს ერთობას და ერთობა იყოს დომინანტი და ამ ჭეშმარიტ ერთობამ გაგვაერთიანებს. მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ზამდებოდეთ.